მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, წესით დავიწყე უკვე გადაღება. რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ მე მოგიყვებით, რომ აი ეს რომას ულამაზესი ფორმა, აი ეს რომას ულამაზესი კაშნე, აი ეს რომას ულამაზესი ქუდი და აი ეს რომას ულამაზესი ორმხრივი ჟაკეტი, ერთი ეს ვერსია იყოს. მეორე ახლა განახებთ. მაიცა. ოპა. ეს მწვანე უფრო მომწონსო, ლენკა იძახის, მე ლურჯი უფრო მომწონს. აი ეს ყველაფერი გამომიგზავნა ეგრეთ წოდებულმა კომპანიამ, კი არა და კომპანიამ ეგრეთ წოდებულმა Clutchwear-მა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ძალიან მესიამოვნა. მე რომას რაღაცები რომ მევასებ ამას ზედმეტ ლაპარაკიც არ ჭირდება მე მგონი. იქ კამერაში წერა ვნახეთ მე მგონი რონო როაძოროს პლაკატი ჩანს და თუ ჩანს იცოდეთ რომ I'm being wanted კი არა და wanted in this house რა, ანუ ამ სახში რო იყოს გამიწოდებოდა თქო, მაგიტომ აქ კაროჩი დღეს წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვისაუბრო, მაგრამ აი Clutchwear-ისთვის მინდოდა რომ მადლობა მეთქვა. ჯერ ეგერთი. მე მეორე არ ვიცი. ვფიქრობდი რომ იმაზე ველაპარაკა რომ ბავშვის აღზრდაში რამდენად ცუდ ნაბიჯებს ვდგავთ ეს ბოლო პერიოდია თანამედროვე ადამიანები რა. იდეაში მე შვილი არ მყავს რა თქმა უნდა. მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან არასწორია როცა გაჯეტებს ვაჩვევთ ბავშვობიდან პატარებს რა. ანუ გულისხმობა ის სადღაც 12-11 წლამდე ბავშვებს ყველას ტელეფონი უჭირავს ხელში, ყველა რაღაცა სკროლავს და სკროლვას ეჩვევიან ტვინს რო ანელებს ეგ ყველაფერი, მე მგონი ჩვენ თვითონაც უნდა ხვდებოდეთ იმდენი წელი აქვს სკროლავთ რა. არაფერი შედეგი რო არ აქვს, ის აი ტყუილ უბრალო ინფორმაციით ვიტენთ თავს, დაჟე ეგ ინფორმაციაც არ გვამახსოვრდება, იმდენად უაზრობა. TikTok-ზე აი წინა ვიდეო რა ვნახე, ეგეც მავიწყდება ხოლმე როცა ხვევით. ერთი ისაა რომ ინტერნეტის გამოყენება ძალიან კარგი შეიძლება იყოს, მაგრამ ვიყენებთ არასწორად რა და ინტერნეტი ნებისმიერი ყველაფერი რა ვაფშე რაც თანამედროვე რეალობაში არსებობს კარგად გამოყენება შეგვიძლია და ვიყენებთ ძალიან ცუდად რა საბოლოო შედეგი არის ეგეთი რომ ჩემი აზრით ცუდია როგორც ვაკეთებთ მაგ ყველაფერს რა მაგიტო ჯობია რომ ცოტა უფრო სხვანაირი ყავა აქ არის საბოლოო შემთხვევაში ჯობია რომ ყველაფერი უფრო სხვანაირად იყოს რა ანუ ინფორმაცია საჭირო ინფორმაციის მისაღებად რო გამოვიყენოთ ინტერნეტი მხოლოდ და მხოლოდ ტვინი ბევრად უფრო ცარიელი გვექნებოდა ნეგატიური იმებისგან იმიტომ რომ ძალიან მარტივად ვრცელდება ნეგატივი სოციალურ ქსელებში ამას თქვენ შეამჩნევდით აქამდე თუ ვერ შეამჩნევთ მე გეტყვით დღეს რა ხო და რაღაცნაირია რა ძალიან ცუდი ისაა იდეაში ყველაფერი რაც კარგია პარალელურად შეიძლება ცუდიც იყოს რა და ყოველთვის ეგრეა რომ რაღაცებს შუალედებს ვერ პოულობთ და რაც კარგი გგონია იმას ცუდად ვიყენებთ, რაც ცუდი გგონია იმის გამოყენებაც კი შეიძლება კარგად და მაგ ყველაფერს არ ვაკეთებთ რა. ხო და რა ვიცი რა, ჩემი აზრით ჩვენთვის იქნება უარესი სამომავლოდ რა. AI-ზე მინდოდა ვაფშე თავიდან ლაპარაკი, მაგრამ AI-ზე მოდი ხვალ ვილაპარაკებ, დღეს მხოლოდ ინტერნეტში ვეხოთ რა. ინტერნეტში ახლა რა თქმა უნდა, ისეთი პრობლემა. ვიკიპედიაზე შევდივართ მარტო იმ შემთხვევაში თუ ვიღაცა მეგობარს დავაინძლავებით რომ არა ეგ კი არა ეგ ეგრე კი არა ესეა შეჩემა და მაგ დროს შევდივართ რა მე სხვა დროს ვიკიპედიაზე შესული ქართველი ყოველ შემთხვევაში ძალიან იშვიათად რომ მენახოს და რავი რაღაცა ნიტოა რა ხო შეიძლება პროსტა აი ვიკიპედიაზე შევიდეთ და რაღაცა აი დანიელი მწერლები და ბლედ შევიდეთ და წავიკითხოთ იქნება ვიღაცა ისეთი ვიღაც ტიპი იყო რომ ღირს იმის წიგნების დაკითხვა რა ანუ ახალს არაფერს არ ვეძებთ რაც განათლების იმაში შეგვემატება აუ დღეს მამაჩემა წამიყვანა იქ ბინას რო არ ვარემონტებთ იქ კაროჩე რაღაცები მათრევინა და სულ დახაზული მაქვს ისენი მავიტანეთ რა ქვია გიფსოები რა და გიფსოები ხო იცი როგორი ხე არის რა და გადაკეკილი მაქვს მთელი ხელი ой სხვათა შორის ძალიან დიდი სიამოვნებით მოვძებნდი რომელიმე ტატუ არტისტ ბარტერზე თუ ვინმე გეგულებათ ისეთი ვისაც უნდა რომ თავის ის შედებით გააპიაროს სიამოვნებით დავიხატავდი რამეს მომენატრა ტატუაჟის გაკეთების პროცესი. ვინც არ უნდა იყოთ ასაკის ცოტა გამოცდილი თუ იქნება უკეთესი იქნება რა. ეხლა მთლად პირველად რო ხატავს ეგეთ ტიპთან დახატვა
მივქარე 1-2 რა, კაროჩე. ჩემზე აქვს ნასწავლი 1-2 კაცს ტატუების გაკეთების ისა რა. ხო და მაგას ვეძებ და ვინმეს თუ გეგულებათ ვინმე ის გამიძრეთ. აი, ამისთვის უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ რაღაცა მინდა და ვცდილობ რომ ეს ინტერნეტით მოვძებნო ეს ადამიანი. ხო და ეგ არის რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქით აი 18+ საიტებზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი შედის ყოველდღიურად, ვიდრე რაღაც განმანათლებელ საიტებზე რა. თან ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ 18+ საიტებზე 18- ბავშვებიც შედიან ძალიან მარტივად თან რა და რაღაცები არის გასაკონტროლებელი რა. ეს ინტერნეტი ეგეთი ძალიან დიდი სივრცეა, ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს ამ ინტერნეტში და არავინ არ აკონტროლებს რა, აი ბავშვებისთვის არ აკონტროლებს და აი ბაკაკრა ყველაზე მეტი პრობლემა ხო ისაა, რომ ბავშვმა რა უნდა ნახოს და რა არ ნახოს. ეგ ფსიქოლოგიურ დონეზე არის გამოსაკვლევი ჩემი აზრით, რომ აი რაღაცები შეიძლება. მაგიტო არის, რომ YouTube Kids-ი ცალკეა, YouTube მაგიტომ ემასება, რომ YouTube Kids-ი ცალკეა რა, ანუ რაღაცები თუ დაუწესებ შენ შვილს ტელეფონში თუ შეიყვარო, აი მე ამის მამა ვარ, ან დედა ვარ. და ამას დაუწესებ, რომ აი 14 წლისა ის ვიდეოსაც ვერ ტვირს თავს, შენ ნებართვის გარეშე რა. შენ თუ ნოუს დააჭერ, ვერ ატვირს თავს, შენ თუ yes დააჭერს, ექნება უფლება. ხო და ძალიან მაგარი ისაა რა. просто ეგრე ხა. ჩერისთვისაც რო ეთქვა თავის დროზე რომ არა ატვირთო, ცუდი იქნებოდა და მაგიტო ვიძახი, ვერ პოულობთ რა, აი რაღაც ოქროშუალედი უნდა არსებობდეს რა. იმიტომ რომ ხა ყველა ბავშვი ჩერისნაირი არ არის. რა თქმა უნდა, ვიღაც ბავშვმა შეიძლება ისეთი ვიდეო დადოს, რომ მე ბულინგის მსხვერპლი იყოს მთელი ცხოვრება. ხო, ანუ ეს ხო შესაძლებელი არის, აი ძალიან შესაძლებელი არის. გაიმიმოს ვიღაც ბავშვი, პროსტა ბავშვი, ადამიანი ვიღაც გაიმო. ხო და რა ვიცი რა, ცოტა ნიტოპონტი არის რა. ვერ ხვდები, ანუ რო გითხრათ, რით შეიძლება გამოსწორდეს ეს ყველაფერი, მაგას ვერ ხვდები რა. ანუ ეს არის ისეთი თემა, რომელზეც ვიცი რომ რაღაცა პრობლემები აქვს, ვიცი რომ პარალელურად ძალიან კარგი რაღაცაც არის. მაგრამ აი რაღაც ოქროს შუალედი სად უნდა ვიპოვოთ, როგორ უნდა ვქნათ, როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ პრობლემებს, მაგას ვერ ხვდები რა. ხო. და ეგ არის და ეგ. პლუს ეს გეიმინგ თამაშები ხო არ არის ბავშვებისთვის ჩემი აზრით რა. ანუ უყურეთ Minecraft-ი რომ Minecraft-საც ახლა 20 წლის ხალხი უფრო მეტად თამაშობს ჩემი აზრით ვიდრე ბავშვები. ხო და თუ 20+ ადამიანი პოულობს რაღაცა ისეც რის გამოც ითამაშოს, ესე იგი ეს 6 წლის ბავშვისთვის არ უნდა იყოს წესით რა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მგონია. ხო და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რაღაცები უნდა ცოტა სხვანაირად მიუდგეთ ბავშვებთან დამოკიდებულებაში ვიძახით, თორე ახლა ჩვენ თვითონ გავიგეთ, რომ ჩვენ ისედაც რაღაცნაირი ხალხი ვართ ადამიანები და ხან იმას ვაკეთებთ, ხან ამას ვაკეთებთ და სირზე კიდია რა. ეხლა მაგალითად რომელიღაც ამოსწინათ ვიღაც ჩემი რომელიღაც მაგაცის ბავშვმა მითხრა Squid Game-ის ბოლო სეზონი თუ ნახე. მეთქი ჩემი კარგი. აი რა Squid Game-ის ბოლო სეზონი, რატო უყურე მეთქი ვაფშე? ან ვინ გაყურებინა, ვინ გითხრა რომ უნდა გეყურებინ. რავი, ყველასო ისე TikTok-ზე სულ ხდებოდაო და ავდექიო და უყურე. არ შეიძლება აი პროსტ Squid Game-ის იმას რომ ნახულობს რაღაც 10, 12, 15 წლის ბავშვიც კი არ არის ნორმალური ძმა. მთელი შინაარსი რაც არის სიგიჟე პროსტა რა. ხო და რავი, ახლა ბავშვებს რომ აგების ყურების უფლებას აძლევენ მშობლები, ჩემი აზრით არც ისე სწორია რა. და ახლა შეიძლება იმდანად პრობლემას ვერ ხედავდეთ მაგ ყველაფერში, მაგრამ რო გაიზდებით, მე უფრო მიხვდებით რომ მშობლებს ეუბნები ახლა, იმიტომ რომ მშობლების ბავშვებივით არიან ხოლმე და ძირითადად რა. ლისბი ეს ბავშვი გაჩუმდეს და მისცემენ ტელეფონს და всё რა, ყველაფერი დალაგებული არის და არ არის ეგრე მარტივად ბავშვი ბევრად მეტი პასუხისმგებლობაა ვიდრე რაღაცა ცალკე გაჯეტის ყიდვა ბავშვისთვის რა. თუ ზრდი უნდა გაზარდო, თუ აჩენ მაშინ ბოლომდე უნდა გაზარდო, თუ არ გინდა მაშინ არ გააჩინო. აი მე ჯერა არ ვიცი მზად ვარ თუ არა ამ ყველაფერს, მაგიტო არ მყავს შვილი, თორე რო ვიცოდე რომ მზად ვარ, ხომ ეყოლებოდა რა ისა რა უდგას წინ ბავშვის გაჩენა. აი ხაც არ დაწერთ რანაირ ცუდად ყლაპავო თუ რაღაც ყავ რა ვთქვი ახლა всё დავაი მიდი თაბახშეც ყლაპავს ელო შაყლაპავს ჰეშტეგი და რაღაცები დაიწყე ყლუპის ხმა ეხაც არ შეგაწუხა თავ რაღაცნაირად მირტყავს მზე ჩემი იმიდან რა აივნის ძირიდან რა კაფელი აგია თუ რაღაცა იგეთი რა ხო ანუ არ ვიცი რა არის რა აგია
სახში პარკეტი მაქვს, მაგრამ აივანზე არის რაღაცა თეთრი კუბიკები რა, რაღაცა მოკაფელოა რა. და იმენებს ეს ირეკლავს ჩემი კარგი. და თვალებში მიჭყუტუნებს. მას სხვათა შორის ეს პარკეტიც მაგრა ირეკლავს და ეს პარკეტიც მიჭყუტუნებს რა. ეხლა რომ დავაფარე ხელი იქიდან აღარ მოდის რა და ბევრად უკეთეს ვწნობ თავს. Вообще, ყველაფერი რას თუ აკეთებ? Вообще რას ვაკეთებ? ეხლა ახალი ვირუსი რო არის, ყველა შეგხვდებოდათ, მეც მქონდა მე მგონი. კოვიდიაო, ახალიო. Короче, რა ახასიათებს გეტყვით, ოღონ თუ ჭამთ არ მომისვინოთ. თავგრუსხვევაა, ძირი, ცოტა დაღლილობას გაინცდი, სიცხე გაქვს და ტრაწი რა. აი ტრაწი არ უნდა მოგესვინათ წესით. ხო და, რავი, ყველა შეხვდა მე მგონი, იმიტომ რავი, მეც ეგრე ესე დავდიოდი კი, ისე მოგრეხილი. და დავიღალე, მართლა დავიღალე, იმდენი ხანი გაიწელა რა და რა არის ჩემი გიგი. დავიღალეთ რა, ეს ვირუსები სუზაფხულში რატო არ ვრცელდება კაცო. გააძრე რა ზაფხულში შემოდგომაზე, ზაფხულში კი არა, შემოდგომაზე სადღაც დეკემბრის დასაწყისამდე, ოქტომბრის ბოლოს რა, კაი ვირუსი გაუშვე, ჯაწვევით თბილად სახლში ჩვენთვის ვიქნებით ბედნიერები, ბლედ. არც ინტერნეტი არ არის, ინტერნეტშიც ვირუსებია რა, აეგაა რა. ინტერნეტშიც ვირუსებია. მაგრამ იცი რას ვაფიქსირებ, რომ პატარა ბავშვები უფრო მარტივად ამუღამებენ ტელეფონის გამოყენების წესებს, ვიდრე უფროსები. აი ხა მაგალითად, ჩემი დიშვილი და დედა ჩემი, ანუ ბებია და შვილიშვილი, დედა ჩემზე მეტად ის ერკვევა. 5 წლისაა. ანუ 6-ის ხდება. უნდა ერკვევოდეს. დღეს არ ჩემი დის დაბადების დღე, ქეთო გილოცავ დაბადების დღეს. ბრავალს და ესე ბედნიერად იყავ, ჯანმრთელად იყავ, კარგად იყავ. ჩემი დის დაბადების დღე არის დღეს. მაგრამ ეს სამსახურში უნდა წავიდე. არც მე მილოცია ჯერ. ბლედ, დილით გეუბნებით მამაჩემ მამაყენა რაღაცა პადონები მათრევინებოდა. დავიღალე. რას ვიფიქრებდი, ჩემი დის დაბადების დღე იყო, ეხ გამახსენე, просто 17 აგვისტო არის. ესე იგი, ხვალ 18-ია. აუ, სამსახურში, კაროჩე, ჩემთან დადის ბევრი ძალიან კარგი ადამიანი და უმეტესობასთან ძალიან ახლოს შევდივარ რა ამ კომუნიკაციაში, მაფიაზე ვგულისხმობ რა და ისეთი ხალხი დადის, რომ სულ ყველა 25+ მაინც არიან რა და მარტივად ვუგებ რა ამ ხალხს. და ძალიან კარგი ადამიანები, აი იმენა, აი სანთელთ რომ უნდა ეძებო, ეგეთი ადამიანები არიან ამ მაფიაზე და ერთ-ერთი ჯგუფი დადიოდა მეგობრების რა, რაღაც სადღაც სამსახურში ერთად მუშაობდნენ და პლუს მაგათი ვაკაცი მოყავდათ რა და короче ეს სამეგობრო ერთხელ რაღაცას ლაპარაკობდნენ რომ წამოვა ქორწილში მივდივართო რაღაც როდისღაც მეთქი სად მიდიხართ ქორწილში მაიტა მეც მოვდივარ ესენი თავიდან ხუმრობდნენ თავიდან მაგრამ მე რო სერიოზულად გვეგ ვერ მიხვდნენ და დავაიო წამო მეთქი ვინცა წამოვიდეს იმის და ასე და ისე ხო და შევთანხმდით რომ ქორწილში მივდივარ ვიღაცა მაგათია ნაცნობის ქორწილში მივდივარ სადღაც არ ვიცი ჯერ წინასწარ არ ვიტყვი რომ იქ ყოველ შემთხვევისთვის რო შემიშვან მინდა ხო და ქორწილში უნდა წავიდე სადღაც ვაფშე ასე არა ვარ ვის ქორწილში მივდივარ რა დაჟე იმას ვფიქრობ რომ მეთქი თქვენ თუ გეცოდინებათ ნაცნობები თქო ის მითხარით მეთქი რომ ვინ რომელი მხარეა რომ ვუთხრა რომ საპირისპირო მხრიდან ვარ მეთქი რა ხო და ესეთი ისე რაღაცები ძალიან მაგრამ მევასება რა აი ეს ქორწილები. იმიტომ რომ ყოფილიყო რა ესე ჰაერზე ქორწილში მისული მე და ჩემი ძმაკაცი ზესტაფონში ვიყავით ქშიოდა და რაღაცა ის რესტორანში შევედით და ქორწილი იყო მივედი დავჯექით უფროსთან. ხმა კაცი შვილს ხმა რა მოუღია კარგად ჭამეთ წამოვედით ძმაო. რა ჩვენის ოჯახი დავლოცეთ ცუდი არაფერი შეხვდებოდა დიდი ალბათობით. ვაფშე. ხო და ეგეთ რაღაცები მევასებოდა. ეხაც წავალ რა მაგ ქორწილში. პროსტა ეს ტიპები იმ დღეს დათხრნენ ცოტათი სამსახურში ვიყავი მე არ იცოდნენ რომ მიბმულად მქონდა რა ეს დღეები და მუშაობდი და უცებ მირეკავს ერთ-ერთი ბიჭო წამო ეხლა სანამ იქ ქორწილში წავალთ იქამდეო რესტორანში წავიდეთ სადმე რა და მეთქი მუშაობ თქვა არამცალიად
აიო მაშინ ჩვენ მოვალთო ცოტა ხანში და ღამის 3 საათზე 4 მფრალი ადამიანი უსაყვარლესი ხალხი აი ერთ-ერთი ისა ის ჩემი გამომწერი რო იყო და რო შემახსენა დღეს ვიდეო არ დაგიდიაო აი ეგენი ყველანი იქ გამეჭიდნენ მოვიდნენ ცოტა თავი ეჭირათ ოდნავ ეჭირათ მაგრამ ვერ ეჭირათ ხო 4 კაცი მოვიდნენ და გვხვდნენ იქ და მე ვუბნებოდი ეხლა 8 კაცი მინიმუმ ზამასგაში იქნებაო და ჩავბრუნდეთ მაფია ვითამაშოთ მეთქი დავაი და დამაძინეთ გამონებეთ თავი ძლივს გავიქეთან მაგრამ ძალიან საყვარელი ხალხი არის კაროჩ მარტივად ვაგეკნა და ძალიან მიყვარს აი ადამიანები ეგრე ეგეთი დადებითი ადამიანები რო იჩნდებიან ბევრი ერთ სივრცეში მაგის გამო მევასება მაფია რა მაფია მან პროსტა თამაში მართლა არ არის რა ადრე მეგონა რომ ჯითურ რაღაცებს იძახდა ხოლმე მე კი დავაი რა მაგრამ ეხა ხელებს წევიმენა რა აი მაფია ყოფილა რაც ყოფილა ადამიანები გამაცნო ჩემი 1-30 ისეთი კაცი გავიცანი რომ რო რამე მივეყრდნობი აი დაცემის დროს რა და მე მარტივად არ ვეყრდნობი არავის არადა გუში და ჩემი ერთ მაგათ თამაში უნდა კიდე მე ძალიან დაღლილი ვიყავ კოპალა იქ იყო კოპალა დარჩა და კოპალა ისქნა რა ჩაატარა თამაში და ეს იმაზე დარდობდა რომ მე ტაქსით უნდა წამოსულიყავი სახლში და იმას არ უნდა წამოვიყვანე აი ეგეთი ხალხი მყავს გარშემო და ვიღაცა მე გამოდიან და მეტყვიან პროსტა თამაშია მაფიის დედავატირებ არა პროსტა თამაში აი რაღაცა ასაკს რომ მიაღწევთ მე დაამუყავთ რა ძალიან ახლოვებს ადამიანებს რა ეხლა მაგალითად იქვინს დადიან ზოგ ცოლქმარი იმასაც იძახიან ხოლმე რომ გარჩეო აქ რო დავიწყოთ სიარული აქ გავიცანი ჩემი ქმარი თურმე როგორი ის ყოფილა აგრესიული რეალურ ცხოვრებაში ვაფშე არ არის ეგეთი საბოლოო ჯამში თავის სახეს გამოაჩენს ყველა იქ მაგრამ საერთოდ ინტერნეტიდან სად მოვედი გენაცვალე ძმა გარჩე მე მინდა ხოლმე რომ ყველა ვიდეოში რაღაცა ერთი დებილი ფაქტი მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაზე ერთხელ დედა ჩემს რაღაცა გადაუვარდა გადასაფარებელი აქედან მე-9 სართულიდან და გაიჭედა ისეთ სართულზე სადაც არავინ არ ცხოვრობდა მე-4-ს თუ მე-5-ს ხო და იქ რო ავძვერი ქვედა სართულიდან ავძვერი რომ ჩაომეტანა რა იმიტომ რომ ზედა სართულზე კარჩე მარტო იქ ვინც ცხოვრობდა ისინი აღარ იყვნენ რა ბინაში და კარები დაკეტილი იყო და გარედან ავძვერი აივნიდან მოვაძრე და რო ჩამოვდიოდი ხელი მოკიდე კაბელს რა ერთ წელი ხელი კაბელს მოკიდე ერთ ხელით აივნის ქვედა ნაწილზე ვარ მოჭიდებული მაღალ 12 მეტრზე ვარ ცოტა მეტრზე შეიძლება არა ცოტა 10 მეტრზე ვარ იმიტომ რომ ხო რა 3 მეტრიანი ისა პირველ სართული მეორე სართული მესამე სართული მე-4 სართული და მე-5-ს ქვევითაა და ანუ 4 ცალით 12-ია და 2 მეტრი ხო მე ვარ და სადღაც და ისე ვარ ჩამოკიდებული ხო რა სადღაც 10 მეტრზე ვარ რა მიწიდან ხო და ესე ჩამოკიდებული რა ვარ ქვევით დედა ჩემი დგას და დედა ჩემი ყვირის რომ კაბელიო მეთქი რა კაბელი ეს ხელი ხო მიგიდია კაბელზე და მეთქი ხა მეორე ქვევით ვეძებ ფეხით რაღაცას რა ესე რომ რაღაცას დავდგა და მეთქი ხა ეს ფეხით თუ კაბელზე დავდგი მეთქი მიწამდე ვეღარ ჩავახწევ ცოცხალი და მაით ერთი ამის დედაც ვატირე მეთქი და ხელები გავუშვი ყველაფერს რა და წამოვედი ესე და დედა ჩემს რო არ ენერვიულა სამჯერ დავიყვირე გზაში არ მტკივა თქო რა აი მენა პეპელა ჰიდროელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური სამჯერ მოვასწარი დაყვირება ჰაერში სანამ დავეცი მე ხო დავეცი და ხო ვიცი რომ ეხა მე რომ რაღაც ვახმეთკი ეკნა უეჭველი დარხეული მაქვს არა და წელი მეწვის როგორიცით აი მენა წელით დავეცი ოღონდ მიწაზე დავეცი ბეტონზე არ დავეცი რა ასფალტზე არა მენა მიწაზე დავეცი და თავი არ დამირტყავს მარტო წელი დავარტყი და რო დავეცი ეგრევე წამოვხდი რომ მეთქი აი ადრენალინში ვარ რომ აი მეთქი დედა ჩემა ნერვიულოს რაღაცა ის და მე ერთი 2-3 კვირის მერე გავიაზრე თურმე რამხელა ის იყო იმ დღეს მე ექიმთან წავედი ექიმმა გამსინჯა აქ მქონდა რაღაცა პატარა ჩალურჯება და მე კიდე რო უთხარი სამხელა სიმაღლიდან ჩამოვარდი ალადეც ძმაო შენო და უფრო დიდი მალადე ღმერთო რომ გადაგარჩინო მართალი ხარ მეთქი ბატონო
ქირურგო, ავდექი და წავედი უნივერსიტეტში. ხო და მაგ დღეს ვერ მივხვდი რა, იმდენად რამხელა რაღაცა იყო. არ და მაგ დღეს სახში რომ მოვედი, ჩემი და კეთო, აი ვის დაბადების დღესაა დღეს, ის ტიროდა, ანუ ეგ მახსოვს მაგრად, რომ აი რა გადასაფარებლის გამო რა ტოკენიო და ჩემს ეჭვებოდა. ნუ საბოლოო ჯამში მე გადავრჩი. ხო და ეგ იყო და ეგ რა. აი ეგეთ ყლებებს მოგიყვებით ხოლმე თითო-თითოს. დოხვია მაგ, აი დოხვია. აი რა ყელამდე, აი. აი მეორესაც მოგიყვებით. ერთხელ ვიღაც ჩვენ უბნელ გოგოს რაღაცა უთხრა სხვა უბნელმა რა და მთელი ეს უბანი შევიკრიბეთ საძმაკაცო. მეთქი წამორა ერთი მაგათ დედა უტილოთ. მეთქი ესე ვართ რა. ხო და უცებ გაიჭირდნენ იქ ჩვენი ძმაკაცის ნაცნობები რა, თლა ძმაკაცები არ იყვნენ. ვიღაცა 4 ტიპი გაიჭირდა, ვინც გვეუბნება რა ხდებაო, აბა, და უყევით რა, რაღაცა ესეთ სიტუაცია თქო და დავაიო, წამოდიო ბიჭო, რა, ოღონდ უეჭველი ვცემოთო რა. მეთქი ხო რა, ისეთი თემაა რომ ეხა იმან ატკაზე, ანუ უარი რო თქვას, რომ არა მე ეგეთი რაღაც არ მithქავს, უეჭველი. რა თქვია, აბა ჩემი მეგობრები მატყუებენ, ანუ მაგ ლოგიკით ავართ რა, წასულები. აი რაღაცა მაგ გარჩხუბში მივდივართ და მივედით და იქ რომ მივედი ახლა ამ კაცმა ვისაც ჩაჯმული ქონდა არ ვჩევ ჩავიჯვიო რა ბოდიშიო რა შენს ბოდიშიო იმ გოგოსაც ყველას ბოდიში მოუხდიო თქვენც ძალიან დიდი ბოდიშიო თავის ვაკაცებს მივუწვია თქვენს ბოდიშიო რომ შეგაწუხებთო არ ვჩევ არა ჩემი ბრალიო რა არა ვარო სწორიო რაც იქნებაო თქვენი მხრიდან გასაკეთებელიო გააკეთეთო ვახ მეთქი ამ კაცს რომ მე ხელი დავარტყა ტრაკი ვარ რა ტრაკი იმენა ტრაკი ვარ კაცი მივედი დანებდა იცოდა რომ მართლა შესლომა დაუშვა და აღიარა და მეთქი გაიხარე ჩემო ძმაო ზედმეტი რაღაცები თავიდან აგვარი და დიდი მადლობა კარგია სწორად მოიქცევი რომ გადახვალ და იმასაც მოდის მოუხდი თქო გამოტრიალდით რა და უცებ ეს ჩემი ძმაკაცის ნაცნობები მიტრიალდებიან და შენ რა თქვიო რომ უეჭველი ხელს დავარტყავდიო და დამიშვეს მე მოვერიეთ იმათაც მე ვისთანაც მისულები ვიყავით სალაპარაკოდ იმათაც ჩვენ დაგვაპაძესკეს მარა რის გამო მცემეს დღემდე ვერ ხვდები ანუ ხანდახან ბევრი ეგეთი ჭუბი არსებობს სადაც მე მცემეს და ვერ გავიგე რატომ მცემდნენ მცემეს რა ანუ მე მცემას ვეძახი პირველი ვისაც ხვდება ის იცემება რა ეგრეა საბოლოო ჯამში ვინ მოიგო და ვინ წაგო რა აზრი და მე სულ ეგეთი ბედი მაქვს რომ პირველი მე ხვდებოდაც კიდე მაქვს ერთი 6-7 კაი ამბავი მაგეებს ხვალ მოგიყვებით ზეგ მივდივართ და ნიკა რა ქვია იმას საბერძნეთში და უკვე ბერძნული ვოიაჟები უნდა განახოთ იქ რო ჩავალ ოქროსაწმის მოტეხავ ტრაქში შევიტყრი და საზღვარზე გადმოვიდა კარგად ბრძანდებოდეთ ძალიან მიყვარხართ ახლა გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ კლაჩვიერს ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ღმერთო გაგაძლიეროთ